თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაში, რომ ქვეყანაში იყო რეჟიმი, რომელმაც და ქვეყანაში არ იყო სამართლიანი სასამართლო, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ადამიანის, ბევრი პატიმრის საქმე დგება ეჭქვეშ, რომ ისინი ციხეებში ზიან უსამართლო გადაწყვეტილებებით. ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება არის ვალდებული ამ ადამიანებს დაუყოვნებლივ აღუდგინოს თავისი უფლებები. როგორი მწვავე და მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ ერთი უდანაშაულო ადამიანის ყოფნაც კი ციხეში არის იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე 100 ადამიანის დამნაშავის ყოფნა გარეთ. დამნაშავეზე პასუხისმგებლობა აქ ხელისუფლებას, თუ რაიმე დანაშაული ხდება, ის უნდა აღკვეთოს ხელისუფლებამ, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს უფლება უდანაშაულო ადამიანი ყავდეს ციხეში. ადამიანების 80% აბსოლუტური უმრავლესობა პატიმრობისა ზიან უკანონო ბრალდებებით და ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც ამინისტიამ, ისე სხვა ფორმით გათავისუფლებებმა. გულისხმობ ვადამდელ გათავისუფლებებს, შეკრებების გაუქმებას, შეკრებითობის გაუქმებას და ასე შემდეგ. ეს არის შინაურ პატიმართა ნუსხა. ანუ თუ ვინმე გაახსენდა შინაური, ასე ვთქვათ, თანამოაზრე, თანაპარტიელი ნათესავიც, მაკაცი და ახალი, რომელსაც ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, ეს არის ტერორიზმი, ჯაშუშობით, მკვლელობის თელობით დაწყებული, დამთავრებული თაღლითობით, ნებისმიერ ასეთ პატიმარს იხილავთ აქ, რომელსაც აკრული აქვს პოლიტიკური სარჩული, თუმცა ეს არის შინაურ პატიმართა ნუსხა, ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც ეს უმრავლესობა ყველანაირად შეესწება, რომ მალე გავუღოს საჯარისულების დაწესებულების კარები. ჩვენ ამჯერად დადებითად ვაფასებთ ამნესტიის აქტს და ეს არის ძალიან ჰუმანური აქტი და მნიშვნელოვანია რომ ხორციელდება, იმიტომ რომ წლებია საქართველოში ესეთი ფართო მასშტაბის ამნისტია არ განხორციელებულა, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არის გარკვეული კითხვები, რაზეც გსურს რომ პასუხები გაიცეს, სანამ ეს კანონპროექტი ამოქმედდება. ანუ არის პრინციპების დონეზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უნდა გადაწყვეტოს, სანამ მოხდება ამ ამნისტიის კანონის მიღება. ჩვენ დღეს კომიტეტის ხმაზე წარმოვადგინეთ დაახლოებით 55 საქმეზე დასკვნა იმ საქმეებზე, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ. ჩვენ როცა საქმეს შესწავლას ვახდენთ ხელმძღვანელობით რამდენიმე კრიტერიუმი. ერთი იყო, რომ ჩვენ ვესწრებოდით სასამართლო პროცესებს, მეორე ვძიებით აუცილებლად ყველა საქმის მასალას და ვახდენთ ამ საქმის მასალების შესწავლას და ასევე მესამე ვითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ კონტექსტს, როცა მოხდა დანაშაულის ჩადენა. ამიტომ სწორედ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვქონდა შემუშავებული, ჩვენ შესწავლილი საქმეების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ამ პირთა დაკავებასთან დაკავშირებით შეინიშნება პოლიტიკური მოტივები. ჩვენ უმნიშვნელოვანეს საკითხს ვახილავთ, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დემოკრატთა საქმეები. მე მესმის რომ ოპოზიციას ეს ძალიან აღსიამოვნებს, თუ ბატონ საყვარელის მიაჩნია, რომ შინაური პატიმრები არიან, ის იყო თავარი პროკურორის მოადგილე, როდესაც ის იღებდა მონაწილეობას ამ ადამიანების მიერ განხორციელებულ განმარტებებში და სწორედ მათი საშინაო პოლიტიკით პირადი პარტიული გადაწყვეტილებები ხდებოდა პოლიტიკური დევნა. ძალიან მძიმეა ბუნებრივია იმ ფაქტების მოსმენა მათთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ უკანონო გადაწყვეტილებებში, მაგრამ საქართველოს პარლამენტისთვის და ჩვენი კომიტეტისთვის ღირსების საკითხია სამართლიანობა აღვადგინოთ, თავის სახელი დავარქვათ ყველაფერს, დიახ, პოლიტიკური პატიმრები ყავს საქართველოს. ჩვენ გვინდა რომ ამინისტია იყოს კონსენსუსის პროდუქტი, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებს, პატიმართა გათავისუფლებას და საშიში შემსუბუქებას და იმავდროულად დაიცავს საზოგადოების უსაფრთხოებას. ძალიან საფუძვლიანი დასკვნა წარმოადგინა 26 მაისთან დაკავშირებით, მუხროვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ ენვერის და კოჭოიას საქმეებთან დაკავშირებით, ყინწვისის ეპიზოდთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, კონსტიტუციის 52 მუხმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა ძალიან კვალიფიციური არგუმენტებია მოხმობილი, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. ამ კრიტიკას უნდა გაუძლოს სწორედ წინა ხელისუფლება, მათ უნდა უპასუხონ ბრალდებებს, რომელსაც ამ სიაში წარმოდგენილ ადამიანებთან დაკავშირებით დასკვნები ითხოვს. ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს პოლიტიკური დევნა.